მოგესალმებით, ძვირფასო Facebook და YouTube მაყურებლებო, TikTok მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს გიბრუნდებით ახალი გადაცემით, ახალი სტუმრებით უკვე. ქალბატონი ლალი ჩვენთვის უცხო არ არის. რამდენიმე გადაცემის უკან ვიმყოფებოდით. მასთან და ჩავწერეთ საკმაოდ საინტერესო თემით, ესე ოჯახში ძალადობა და სხვა მრავალი. ახლა კიდევ დაგვემართა ახალი რესპონდენტი, ბატონი ირაკლი ხალაძე ადვოკატი. ლალი ბუნდურს უკვე იცნობთ, ქალბატონ ლალი ბუნდურიც ახალ ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალობით. მოგესალმებით, შემოყარგებო, მოგესალმებით ტელემაყურებელს, თუ YouTube მაყურებელს უბრალოდ. მაყურებელს, იმიტომ რომ ზოგადად. ბატონო. მადლობა რომ მოგზანდით ჩემს სახლში, დროებით აქ ვართ, ზოგადად არის მიზეზთა გამო. და მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ძალიან ისეთი თემა ავირჩიე, რომელზეც არავინ არ საუბრობს, მაგრამ ფიქრობ რომ უნდა ისაუბროს საზოგადოებამ. მათ შორის თქვენივე საქმიანობის წარმომადგენლებმა, ანუ ადვოკატებმა. და ზუსტად იმით, რასაც ქვია ადვოკატის ენა, კანონები და ასე შემდეგ. ეს თემა არის პედოფილია საქართველოში, რომელიც ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდი და რატომ დარისთვის, მე მგონი ჯობია უკვე გადმოვიდეთ თქვენთან კითხვით. ქალბატონ ლალი. რატომ და რის გამო და რა აძლევს მამაკაცებს იმის საბაბს, რომ ჩაიდინონ ეს საშინელება. მივესალმები თქვენს მსმენელებს და მაყურებლებს. მე კი მგონია, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ არა ფაქტები, არამედ ჩვენს საზოგადოებაში ხელს უწყობს ამნაირი საქმეების გავრცელებაში ხელისუფლება, პროკურატურა. არ მინდა რომ დავკონკრეტდე, იმიტომ რომ მე თავს შევიკავებ კონკრეტული პირების დასახელებით, მაგრამ გვაქვს ისეთი საქმეები, როდესაც პაპა შვილიშვილს მოეფერა და გავხადეთ პედოფილი, მამა შვილს მოეფერა და გავხადეთ პედოფილი, ბიძა ძმის თუ დისშვილს მოეფერა და გავხადეთ პედოფილი. ამნაირი პროპაგანდა რომ მიმდინარეობს ქვეყანაში, იმას კი არავინ ამბობს, რომ არ არსებობს ხალხნო, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ჩვენ ხომ კავკასიელები ვართ და ოდითგანვე მოგვდგავს ჩვენ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. აქედან გამომდინარე, რომელ პედოფილობაზეა საუბარი. თუმცა არ გამოურიცხავთ იმ ფაქტებსაც, რომ შესაძლებელია იყოს პედოფილიასთან გქონდეს საქმე. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შეიძლება ეს იყოს 1%, მაქსიმუმ 5%, მაგრამ 95% ჩვენ ამას უბრალოდ არასწორად აღვიქვავთ და არასწორ მიმართულებას ვაძლევთ. მგონია დამეთანხმება ჩემი კოლეგა, რომ დღეს მდგომარეობით და ჩვენ არაერთხელ გქონია საუბარი და პატივცემულმა ჩემმა კოლეგამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ეტაპზედაც მაქვს საქმეები, სისხლის სამართლის საქმეები, სადაც პედოფილობაზე კი არა, გაუპატიურების თემებზეა საუბარი. პედოფილობა ცოტა ისეთი თემაა, რომ საქმე გვაქვს არასრულწლოვანსა და მცირეწლოვან მოზარდებთან. მაგრამ გვაქვს კიდევ გაუპატიურების თემები და ციხეები სავსეა მამაკაცებით, რომ იტყვიან საჯიშე ბიჭებით,
რომლებსაც ღირსება შეულახეს, თავმოყარეობა შეულახეს, ცილი დასწამეს და მათ ბევრმა იმის გამო რომ მას გაუპატიურებაში ცილი დასწამეს, ბევრმა სცადა თვითმკვლელობით დაემთავრებინა და ამისი შემთხვევა არ არის, იმიტომ რომ დროულად მიეცა ამას ყურადღება, მაგრამ მცდელობა იყო ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა თქვა რომ მე თავს მოვიკლავ თუ კი ამ მუხლით განაჩენი დადგება. მინდა გავამახვილო იმ საკითხზე ყურადღება რომ გაუპატიურების მუხლით ბრალდებულები მყავს მე ამ ეტაპზე უკვე მსჯავრდებულები რომლებსაც სასამართლომ და ბრალდების მხარემ ვერ დაუდასტურა და ვერ დაუმტკიცა და არა მარტო პროკურატურამ და სასამართლომ, არამედ ექსპერტიზამ, რომ დაზარალებული გაუპატიურებული იყო. უფრო მეტიც მყავს ბრალდებული პატიმარი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც გაუპატიურების მუხლით სასჯელს იხდის, თუმცა ეგრეთ წოდებული დაზარალებული ექსპერტიზას დასკვნა გვაქვს საქმეში, რომ არის ქალიშვილი. აქედან გამომდინარე, რამდენად არის რეალურად პედოფილია, გაუპატიურება და ამ დაგვარი დანაშაულებები, ეს კიდევ არის გამოსაკვევი და გამოსაძიებელი და მე მიმაჩნია, რომ ჩვენი პრაქტიკიდან და დამეთანხმება ჩემი კოლეგა, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო არის ეს ერის და ქვეყნის შეურაცხმყოფელი ბრალდებები, ვიდრე ფაქტები. და ალბათ ბატონ ირაკლის მივცემდი საშუალებას რომ ამ თემებზე ისაუბროს. დიახ, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს კოლეგას ახლა რა ისიც ჩამოაყალიბა. ჩემთვის პირადად როგორც მოქალაქისთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელია ესეთი მასიურად, ასე ვთქვათ, პედოფილობაში მხილებული ადამიანების დაპატიმრებები, მათი ციხეში შესახლება სასამართლოს განჩინებების საფუძველზე. პირველ რიგში ეს საკითხი ასე ვთქვათ, უკავშირდება მამაკაცების ღირსებას, მე ასე ვფიქრობ და აი როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, წერან პროკურატურა ახსენა და სამართალდამცავი ორგანოები ზოგადად და მე მინდა მათ ასე ვთქვათ შევეხო, იმიტომ რომ ამის გარეშე არ გამოვა ამ თემაზე საუბარი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ აქ ხედავთ არაპროფესიონალიზმს და არაკვალიფიციურობას. ანუ რასთან გვაქვს საქმე, რომ საგამოძიებო უწყებები, რომლებიც აი ესეთ სპეციფიურ საქმეებს იძიებენ ზოგადად, ვერ გარკვეულან ვერ ახდენენ გამიჯვნას სინამდვილეში რა არის პედოფილობა და რა არის დაუშვათ აი როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, პაპა მოეფერა შვილიშვილს, ან მამა მოეფერა შვილიშვილს, ან ძმის შვილს, ან დის შვილს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ იმ თაობის ადამიანები ვართ, როცა და იმ პერიოდში გავიზარდეთ, როცა მამების და შვილების ურთიერთობები ცოტა სხვანაირად იყო წარმოდგენილი და მეტი სითბო სიყვარული არსებობდა. დღეს ცოტა გაუცხოებაა, რა თქმა უნდა. როგორც საზოგადოებაში, ასე მამათა და შვილთა შორის, მშობლებსა და შვილებს შორის. ნუ ეს ცხოვრება მოიტანა ესე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს ბრალდებები, რომელი ბრალდებებითაც ადამიანები ციხეში უშვებენ, დარწმუნებული ვარ, უდიდესი უმრავლესობის შემთხვევაში საქმე გვაქვს გამოგონილ ბრალდებებთან. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ჩვენ ყველას გვახსოვს აი ეს უბედური 9 წლიანი რეჟიმი, რომელმაც დაამკვიდრა, ასე ვთქვათ, და ეს საზოგადოებამ სამწუხაროდ შეისისხლო ხორცა, დასმენის ინსტიტუტი, ჩაშვების ინსტიტუტი, ანუ ვიღაცამ, მამამ ამ შემთხვევაში, ბაბუამ თუ შვილიშვილს მოეფერა, ან
ან ეამბორა, ან ხელზე, ან შუბლზე, ან ლოყაზე ვიღაცამ დაინახა და რა ხდება ამ შემთხვევაში? ხდება პოლიციასთან ზარი. პოლიცია მოდის და ვიღაც აბსოლუტურად უცხო ადამიანის ჩვენების საფუძველზე პირს პასუხისგებაში აძლევენ პედოფილობისთვის. ეს არის ამაზრსენი უბრალოდ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს ჯერ პირდაპირ უკავშირდება ქართველი კაცის ღირსებას უკავშირდება, იცით და არ შეიძლება ასე ერთი ხელაღებით, ასე მარტივად ადამიანებს ბრალი დავდოთ პედოფილობაში. პედოფილები ყველა დროში არსებობდნენ, დღევანდელ დროშიც არსებობენ, წარსულშიც არსებობდნენ და ძალიან შორეულ წარსულშიც არსებობდნენ. ისევე როგორც გეები, ლესბოსელები, ყველა ეპოქაში და ყველა დროში არსებობდა და ყველა ქვეყანაში, ეს არა მარტო საქართველოში, ყველგან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს და ეს ალბათ უფრო არის პროპაგანდის ბრალი. აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, რომ ადამიანს, რომელსაც ესე პირდაპირ ღიად ააშკარავებენ. ჩვენ გვახსოვს ეს პოსტსაბჭოთა პერიოდი, სადაც ეს ფაქტები დამალული იყო, დაფარული იყო და ასე სააშკაროზე არ გამონდათ ეს საკითხები. ან ვიღაცას თუ ამაში ბრალი ედებოდა ასე სააშკაროზე. ეს პირდაპირ ტელევიზიებით, საინფორმაციო საშუალებებით პირდაპირ ხდება ადამიანების გამოჭენება, მას შეელახა ღირსება, შეელახა სახელი, რომ მას აი პედოფილობაში ედებოდა ბრალი. თუნდაც ედებოდა. უკვე მე იმას აღარავინ აღარ კითხულობს ის ადამიანი გამართლდა, არ გამართლდა. ადამიანებს და საზოგადოებას მეხსიერებაში რჩება რა, რომ ვიღაცა X პიროვნებას პედოფილობაში ედებოდა ბრალი. ხო, რა თქმა უნდა, გვიჩნდება ჩვენ მათთან უკვე დისტანციურობის, ასე ვთქვათ, განცდა გვიჩნდება. ხო, რომ აღარ გვინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა, თუნდაც გამართლა. ვრიყავთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებიდან და ესეთი ადამიანები, როგორც წეგან ჩემმა კოლეგამ თქვა, იყო ფაქტები თვითმკვლელობის. როგორ არა იყო, თუმცა მოხდა დროული ჩარევა და აცილებული, შეიძლება მოხდა კიდევაც ესეთ ფაქტები, ჩემთვის ცნობილი არ არის პირადად. მე ვერ ჩაურხმავდები ამ საკითხს, მაგრამ ალბათ იყო კიდევაც და არ ვიცით. ხო, იყო კიდევაც და არ ვიცით. ანუ ვინ მიიყვანა ესეთი ადამიანები ამ ზომამდე? სწორედ აი ამ არა მარტო საზოგადოება, აი ამ საგამოძიებო უწყებებმა, სადაც არაპროფესიონალები და არაკვალიფიციური ადამიანები მუშაობენ და კვალიფიკაციას, დანაშაულის კვალიფიკაციას ვერ ახდენენ სწორად. ხო ხდებით, ანუ ცირეწლოვანზე თუ არასრულწლოვანზე მოფერება პედოფილობას არ შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იყო, კაცო, მშობელი ახლა მოეფერება თავის შულს, აბა რა სიზა. ბაბუა, კი, მეც მეფერებოდა, კაცო, მამა ჩემიც, ბაბუა ჩემიც, ბიძებიც, რა თქმა უნდა და ეს ჩვენ გვიხაროდა და როგორ შეიძლება ახლა ამას დავარქვათ რაღაცა ეს სახელი? ხო, რა თქმა უნდა არ ნიშნავს და აქედან გამომდინარე, მე ასე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ამაზე უნდა აიმაღლოს ხმა და ასეთი საქმეები უნდა იყოს დაფარული, დამალული. სანამ არ დამტკიცდება, სანამ არ დამტკიცდება. იქამდე მაინც უდანაშაულობის პრეზუმპცია ხო არსებობს, კაცო, კანონი არეგულირებს ამას, არ შეიძლება ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადო, შენ სანამ არ იქნება სასამართლოს მიერ დასაბუთებული და მით უმეტეს ასეთ საქმეებზე დასაბუთებული გამომწყნებელი განაჩენი. ეს არის ჩემი აზრი. ირაკლი გამამტყუნებელი განაჩენები ჩვენგან არ გვიჭირს. ხო. არ გვაკლია უფრო სწორედ კი გვიჭირს. სამართლიანი სასამართლოს პირობებში გულისხმობ, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში დამდგარი განაჩენი ყოფილა ისეთი ბიზნესმენებისთვის ვერ წაურთმევიათ ქონება, ვერ წაართვეს ბიზნესი. Adgnen და შეუგზავნეს პატარა გოგონები, რომლებიც გზას არიან აცილებულები და ამ ბიზნესმენს შევიდნენ როგორც მათხოვრები, რომ რაღაცა სთხოვეს ამ ბიზნესმენს, რომ დახმარებოდნენ, გამოვიდნენ იქიდან და უჩივლეს სხვათა შორის დაახლოებით 1-2 წელი იქნება
მე თავს ვიკავებ და კონკრეტებისგან დააკავეს პიროვნება, რომელსაც სერიოზული ბიზნესი ჰქონდა და რომელსაც შეუგზავნეს პატარა გოგონები. და ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ახლობლის მამა აღმოჩნდა ის და მეხვეწებოდა რომ ქალბატონო ვალიო იქნებაო თქვენ ჩაერთო თუ ამ საქმეშიო. მაგრამ მე ისე მოხდა არ ვიცი ვიღაცები ჩაერთნენ იქ საქმეში და რაღაცა და შემოთვალეს რომ მაინცა და მაინცო ისეთ ადვოკატს ნუ ჩაერთავთო საქმეშიო რომელიცო ძალიან ჩაუღრმავდებაო ამ საქმესო რომ ეს კაციცო არ დაიღუპოსო უფროვო და ისო თუ დაიწყებთო იმის ჩხრეკვასო რომ ეს კაცი უდანაშაულო იყოვო ამასო რომ თავის დროზე ეს ბიზნესიო რომ მოსთხოვეს გადაეცაო მაშინო ამ ბრალდებითო არ მოხდებოდა ციხეშიო და ის გოგონა რომელმაც ხელი დაადო ამ ბიზნესის პატრონს რომ მანო ჩემზე ოიძალადაო და გაუპატიურებას სცადაო ამ გოგონამ თქვა რომ მე სერიოზული თანხა გადამიხადესო და რაში მაინტერესებს არც მაგის ბიზნესი მაინტერესებს და არც ის ასეთი ფაქტებთან ძალიან დამეთანხმდება ოდეში გავაკეთე ეს იმას ნიშნავს რომ ფულის გამო ადამიანი დაწირა ჩვეულებრივი ამბავია ეს და დღეს ხდება ანალოგიური დღეს ყველაფერზე მიდის ყველა არა მაგრამ 80-85% მაინც მიდიან ყველაფერზე და იცით რა არის ეს და რატომ გჭირს და საიდან მოდის ხალხი მშიერია და ფიქრობენ გამოსავალი სადნახონ აგერა ვიღაცა პურის ფულს მისცემს ან ერთხელ რესტორანში წაიყვანს და ის ყველაფერზე წამსვლელია ყველაფერს იტყვის რაც გინდა დაავალო იტყვის და ეს ყველაფერი მოდის საიდან ისივ განათლებიდან ისივ სახელმწიფოდან ისივ აღზრდიდან ბავშვებს ცირეწლოვნებს და არასრულწლოვნებს ყველაფრის უფლება აქვთ აი ზღვარი რო გაევლო მშობელსა და შვილს შორის და ერთმანეთს დაშორდა შვილი და მშობელი ნახე გოგონამ 10-12 წლის გოგონამ რომელსაც მამამ მე ამის წინ ვისაუბრე თქვენს გადაცემაში რომელსაც მამამ აუკრძალა ღამე ქუჩაში გასვლა ამ გოგონამ მამას უჩივლა სხვა გოგონა იტყვის რომ მამა ჩემა მე ჩემზე იძალადა კი კიდევ სხვა გოგონა იტყვის რომ ბიძამ რომელმაც უთხრა რომ გარეთ არ აგნახო შენ გასული udro-udros გოგო ხარო წამოვა ეს გოგო და იტყვის რომ ბიძა ჩემა ჩემზე იძალადა იმიტომ რომ ამას თავისუფლება აქვს აგერა ბიძა მისი ამას უკრძალავს მამი და უკრძალავს დეი და უკრძალავს ბებია უკრძალავს პაპა უკრძალავს და ესენი უკვე ყველა არიან მოძალადეები და შესაძლებელია ამ მოძალადის სტატუსში იცი რა მოდი ასე ვთქვათ რომ იმან შენზე იძალადა ეს ბავშვი ყველაფერზეა წამსვლელი ოღონდ თავისუფლება მიიღოს კანონი ხო გვაქვს რომ ბავშვების უფლებას ვიცავთ კანონი მაგხარეს არის კი მაგრამ ამ ბავშვს აგერა ჩემო კოლეგამ კარგად თქვა არა სპეციალისტი ყავს ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებში და იმისთვის სულ ერთია ლიჟბი მაპატიეთ ჟარგონისთვის საქმე გაამაგროს და ამ ბავშვს ათქმევინებს რომ ბიძამისმა მასზე სექსუალური ძალადობაც მოახდინა და ეცადა მის გაუპატიურებას ამას დააწერინებს ის გამომძიებელი რომელსაც უნდა რომ საქმე წელში გამართოს და სასამართლოში გაუშვეს ჩაეთვლება რომ საქმე გააკეთა გამოიძია ამ დროს გამოდის და ტელევიზია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახური აქვეყნებს რომ დაკავებული იქნა ესა და ეს პიროვნება ბიძა რომელმაც სექსუალური ძალადობა სცადა ძმის შვილზე დიშვილზე და ასე შემდეგ აი ეს აქვს დღეს ჩვენ თორემ არავითარ პედოფილიასთან არ ამგონია ქართველი ადამიანის ქართველზე არ არის აქ მარტო საუბარი კავკასიელი ადამიანის მენტალიტეტი იქამდე იყოს დაშვებული რომ
ბავშვზე, არასრულწლოვანზე იძალადოს და იქ რაღაცა პედოფილიას ქონდეს ადგილი. კი ბატონო, ჩემო კოლეგამაც თქვა, რომ ეს იყო ოდითგანვე არის და მომავალშიც იქნება, ამას ჩვენ ვერ უშველით და ვერ გავასალაშინებთ ამ სიტუაციას, თუმცა შეიძლება იყოს 1-2, მაგრამ ჩვენ ვამბობთ 90 და 100. რაც იმას უთითებს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელს უწყობთ იმ გარყვნილებას, რომელიც მოზარდებში იჩენს თავს. ის მოზარდი ამას თუ სახლში აუკრძალეს, სკოლაში აუკრძალეს ცუდი საქციელი და ამას ეს არ მოსწონს, აგერა პედაგოგზე იტყვის, რომ პედაგოგმა იქ მოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა, ეცადა ჩემთან გარყვნილ ქმედებას. იმ პედაგოგს გაუშვებენ სკოლიდან, გაუშვებენ ციხეში. მასწავლებელმა თუ შენიშნა მისცა ბავშვს, ის უკვე შეიძლება რომ პედოფილად მოუნათლოთ. მშობელმა მოძალადეთ მოუნათლოთ. კი ბატონო. მშობელმა თუ მამამ თუ ქალიშვილს თმა მოკაჩა და უთხრა რომ მეტი არ აგნახო ქუჩაში გასული, ამ დროს გოგო ხარ და სახლში უნდა იყოვო. მაშინ იმ გოგონამ თუ კი უკვე დღევანდელი კანონიდან გამომდინარე, მე ის ირაკლი მინდა რომ ხაზი გაუსვა დღევანდელ ჩვენს კანონს, ბავშვთა უფლებებს. ეს უფლებები არ არის. ეს არის ამ ბავშვების კატასტროფა, ამ ბავშვების დამღუპველი. ეს არ არის უფლებები. ეს ცოტა სხვა რაღაცაა. ამათ რომ მიაჩნიათ, რომ ეს უფლება არ არის. ფაქტიურად ბავშვები, მოზარდები აი ამ უფლებებით იღუპებიან და ისეთ რამეებს კადრულობენ, რაც, რა ვიცი, მიუღებელია ჩვენთვის და კანონმდებლისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს. არც ერთი პოლიციელი არ ეკითხება იმ ბავშვს, რომ ეს მართლა ასე იყო? რატომ? არ ეკითხებიან, იმიტომ რომ ვერ ერკვევა იმან რა უნდა კითხოს იმ ბავშვს. მე არა მაქვს მაპატიებენ, ალბათ ჩვენ კოლეგები ვართ, იურისტები ვართ და ის, მაგრამ ორგანოს პოლიციის განყოფილებები სავსეა საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდა გამომძიებლებით, რომლებსაც იურიდიული განათლება საერთოდ არ აქვთ. უფრო მეტიც. იურიდიულ სასწავლებელთან ჩავლილებიც არ არის. მაქვს პირადად მე დღეის მდგომარეობით საქმე, სადაც გამომძიებელი არის საშუალო განათლებით. ანუ მხოლოდ სკოლით შემოვიდა. სკოლით შემოვიფარგლებით. აკადემიაც არა აქვს დამთავრებული. არამც თუ უმაღლესი განათლება. ან საერთოდ სხვა სპეციალობის არის. მოკლედ მე ასე რა უნდა შევცვალოთ? კი ბატონო, მე ასე ვფიქრობ და გავაგრძელებ ჩემი კოლეგის ასე ვთქვათ საუბარს იმ ნაწილში, რომ აი კანონზე ხა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ბევრი კანონია მიღებული, მათ შორის მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანთა. მე მაინც ასე ვფიქრობ, რომ ეს კანონი პირდაპირ აქეზებს დღევანდელ ახალგაზრდობას და არასრულწლოვანებს გაილაშქრონ თავიანთი მშობლების წინააღმდეგ, მამების, დედების წინააღმდეგ და ამ ნაწილში მე ვფიქრობ, რომ კანონი ძალიან სერიოზულად დასახვეწია. ამაზე უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა, ფსიქოლოგებმა, პედაგოგებმა და არა მაგალითად მარტო პარლამენტის რომელიმე კომიტეტში იხილებოდეს ასეთი საკითხები. ეს უფრო ფართო საზოგადოების განშადის საკითხი უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაცა არასწორი საქციელის შეზღუდვა, ეხლა მშობელი თუ რაღაცა შეზღუდავს ბავშვს, ჩვენ მშობლებს რა თქმა უნდა გვევალება ჩვენს არასრულწლოვან შვილებზე გარკვეულწილად კონტროლი, ხო? ამას კანონი გვავალებს პირდაპირ. აბა ეხლა თუ თავის შკოლაზე მიუშვით, რას უყუროთ, როგორ იღუპება ჩემი შვილი, ამას უყურო მე. რა თქმა უნდა, ღამის საათებში მე ჩემს შვილს გარეთ ვერ გავუშვებ,
იმიტომ რომ 1000 უბედურობა და დანაშაული ხდება და ეს ვიღაცა მე ხა ჩამეთვალოს მე ან იძულებაში ან ძალადობაში, ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევეგუებთ და მე ვფიქრობ საზოგადოებაც ვერ უნდა შეეგუოს ამას. ამიტომ აქ რეგულაციები ცოტა სხვანაირად უნდა დაიხვეწოს. ძალადობა, ეხა პირდაპირი ძალადობა დღეს ვისმენთ რა ფსიქოლოგიური ძალადობა. რა თქვა ფსიქოლოგიური ძალადობა? მე ცოტა ეს ჩემთვის გაუგებარი, პირადად ჩემთვის გაუგებარია და არ მესმის. რას ნიშნავს ეს ფსიქოლოგიურ ძალადობას ვახდენ ბავშვზე, თუ მე მას ღამის საათებში ავშვებ ქუჩაში? რა თქმა უნდა, როგორ ნორმალური მშობელი ამას მე ვფიქრობ ვერ მიიღებს და ეს არ არის არც საზოგადოებისთვის უნდა იყოს ეს მისაღები. აბა მაშინ რა გაუშვათ მაშინ და ვინ განახორციელებს მას კონტროლს. ჯერ სადაყავს ქვეყანას ამდენი პოლიციელი, მაშინ კეთილინებონ და მოუარონ თვითონ და თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა. და შემდეგ ის არასრულწლოვანები რომ დანაშაულს ჩადიან და არასრულწლოვანობიდან რომ ნარკოტიკების მოხმარებლები ხდებიან, კეთილინებონ და მაშინ თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე. მეძავები ხდებიან ახალგაზრდა პატარა გოგონები, ხო? და გავსებულია ღამის კლუბები არასრულწლოვანი გოგობიჭებით. გავსებულია და 1000 უბედურობა ხდება იქ და ვინ იღებს ამაზე მაშინ პასუხისმგებლობას თუ არა მშობლებმა, ბებიებმა, ბაბუებმა, აბა ვინ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს პირდაპირ უხეში ჩარევა ოჯახურ იდილიაში, ასე ვთქვათ და ამით პირდაპირ გინგრევენ ოჯახს. და გაშორებენ გაშორებენ შულს, გაშორებენ შემდეგ მე მეუღლეებს შორის იწყება ამ ყველაფრის ნიადაგზე კონფლიქტი, ხდება ოჯახურებები და ინგრევა ოჯახები ამით და ის რომ ეხა მამას შვილის პედოფილობაში დაძდებენ ბრალს და მთელი პროპაგანდა ამაზე მუშაობს, შენ როგორ გინდა ეხლა დაარწმუნო მისი მეუღლე რომ მას არ განუხორციელებია მასე რაღაცა სექსუალური ძალადობა თუ რაღაც, აი როგორ გინდა. ეს ხდება მიზეზი პირდაპირ მიზეზი ხდება ოჯახების ნგრევის. აქედან გამომდინარე მე ჩემი აზრია რომ კანონმდებლობა არის უფრო კარგად დასახვეწი და ამაზე უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა და არა დილეტანტებმა, რომლებმაც აი ეს პირდაპირ ერთი ხელაღებით იღებენ და ოღონდ კი ვიღაცა საქმე შეუკერონ. აი მე მქონდა პირადად ერთი ესეთი კეისი, ბიჭს დებდნენ ბრალს, ახალგაზრდა მამაკაცს დებდნენ ბრალს, უცხოელი ტურისტი ქალბატონის გაუპატიურებაში. ნუ ამ ქალბატონმა ჩვენება მისცა ამ მამაკაცის წინააღმდეგ, ეხლა რა თქმა უნდა გვარებს დასახელებს. არ დავასახელებთ, ეს არ შეიძლება და წაიყვანეს ექსპერტიზაზე. ეს ქალბატონი აღმოჩნდა ქალიშვილი. თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ მის სხეულზე ერთი ეხლა თუ ვიღაცაზე სექსუალურად იძალა და ძალადობის ნიშნები ხო უნდა იყოს სხეულზე. არა მარტო ის რომ დაუშვათ იქ რაღაცა სქესობრივი კონტაქტი მოხდა ქალსა და მამაკაცს შორის და ამას რა თქმა უნდა სპეციალური ანალიზების საფუძველზე დგინდება. რაღაცა ძალადობის ნიშნებიც ხო უნდა იყოს, რაღაცა ჩალურჯებები, ხელების გადა საერთოდ აბსოლუტურად ხელუხლებელი იყო და მინიმუმ ტანსაცმელი ჰქონდეს დაზიანებული. მინიმუმ ტანსაცმელი უნდა ქონდეს, ხო დაზიანებული რაღაცა პატარა სადღაც. ნაგლედი. მსგავსი არაფერი არ იყო, მხოლოდ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში დაზარალებული ჩვენების საფუძველზე ამ ახალგაზრდა მამაკაცმა 9 თვე გაატარა ციხეში. ყველაზე საინტერესო იცით რა იყო? ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც მოვიდა და ამ ქალბატონის ასე ვთქვათ, ქალიშვილობა დადგინდა და მის სხეულზე არანაირი ძალადობის ნიშნები და კვალი არ აღინიშნებოდა. იცით რა მოხდა? როდესაც მოსამართლემ დასვა საკითხი პროკურორის წინაშე, რომ ბრალდების მოხსნაზე ხომ არ იფიქრებდითო? იცით პროკურორმა რა უთხრა? არაო. და საქმე იცით როგორ დამთავრდა? საქმე დამთავრდა იმით, რომ ის დაზარალებული ქალბატონი ვერ მოიყვანეს სასამართლოში მოწვეთ, იმიტომ რომ მას ხო თავისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ავთენტურობა ხონდა და ედასტურებინა და იგივე ჩვენება, იმიტომ რომ სასამართლოში მიცემული ჩვენებაა, ხო? თავარი და არა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. მას ხო წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, სასამართლოში რასაც ამბობს მოწმე, ის არის შემდეგ უკვე უთყუარად მისი ჩვენება. ანუ საერთოდ საბოლოო ჩვენება. ვერ მოიყვანეს, იმიტომ და უყურეთ მე რა მოხდა გაგრძელება ამისი რა იყო. ეს ქალბატონი გაემგზავრა, საერთოდ დატოვა საქართველო,
ჯერ რატო გაუშვეს კაცო ეს ხო მოწმეთ უნდა მოეყვანათ სასამართლო პროცესში ეს კაცი ხარშეულია ქვეყანა და არ უნდა გაეშვათ რა თქმა უნდა ეს ქალბატონი არ უნდა გაეშვათ იმიტომ რომ ეს კაცი კაცო ციხეში რო გამოკეტეს მისი ჩვენების საფუძველზე გამოკეტეს ამას შენ სად უშვებ ეს ქალბატონი გაუშვეს და თორემ ეცით რა ყოფილა ესეთი ტურისტები ჩამოდიან იქ იკეთებენ დაზღვევას, შემდეგ აქედან მიაქვთ ეს მასალები და იქ იღებენ საკმაოდ დიდ მასალებს თანხებს. აი ამისთვის სჭირდებოდა. ეხლა მე ეს ერთი კეისი მეც მაქვს ეგრე კეისები ასეთი რომელიც გაუხმაურებელი ასეთი. კი გაუხმაურებელი. ესეც გაუხმაურებელი ახლა მე რაც კონკრეტულ ფაქტს ვლაპარაკობ, ესენი ტელევიზიები კი არ გაშუქდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამ ახალგაზრდა მამაკაცს ყავდა ადვოკატები, საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები და ისინი ეუბნებოდნენ მას, რომ გავაშუქებთ ამას ტელევიზიაზე, მან თავი შეიკავა, იცით რა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მის ღირსებას ურტყავდა. ხვდებით და ცოტა რთულია რა ასეთ საკითხზე ტელევიზიებით გამოგაჭენონ და დაჯდეს ეხა იქ შენი ინტერესების დამცველი ან არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სხვა ვინ შენს ინტერესებს იცავს და ესე ღიად ტელევიზიებში ისაუბრა ხო ამ თემაზე მისთვის უხერხულია რა თქმა უნდა ეს საქმე დამთავრდა იმით რომ ეს კაცი 9 თვის თავზე გათავისუფლდა პატიმრობიდან და მის მიმართ გამომართლებელი განაჩენი დადგა მაგრამ 9 თვე რომ იმერთი მოწმე ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე ციხეში გაატარებინეს ამაზე პასუხს ვინ აგებს ამაზე პასუხს არავინ არ აგებს თქვენ წარმოიდგინეთ პროკურორი გამომძიებელი ის მოსამართლე თუნდაც მოსამართლე რომელმაც პროკურორს კი მართალია მიუთითა რომ ბრალდების მოხსნაზე ხომ არ იფიქრებდითო მაგრამ მას ხო შეეძლო პირდაპირ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა მისთვის პატიმრობა გირაოთი თუნდაც მიუხედავად არა პირობითზე არა სანამ განაჩენეს თუ განაჩენი დადგება იმ შემთხვევაში მაგრამ პირობითი მან ვერზე ძიმე კატეგორიის დანაშაულზე იყო ლაპარაკი დაუპატიურება ხვდებით და ანუ რასთან გვაქვს საქმე რომ მოსამართლე პროკურორს ეუნება ბრალდების მოხსნაზე ხო არ იფიქრებოდა პროკურორმა როდესაც ამაზე უარი განაცხადა შენ ისი მოსამართლე ხარ ადეკი და ის შენ ადვოკატი როდესაც აკეთებს შუამდგომლობას აყენებს ვა ბრალდება უსაფუძვლოა და მოდი აკრეთი ღონისძიება მაინც შეუწვალოთ ამ კაცს პატიმრობა გირაოთი ესეც არ გააკეთა ანუ მოსამართლე ვინ არის აქ არაფერი აღარ გამოდის ეს არის პირდაპირ პროკურატურის აი არ მინდა რა რაღაც შეურაცხყოფელ იმებზე გადავიდე. ანუ ბუტაფორიაა ფაქტიურად რა მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს და მიჩერებია პროკურატურას, ადეიშვილის პროკურატურას, ამას მინდა ხაზე გაუსვა, იმიტომ რომ ადეიშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც იქ ხელმძღვანელობდა პროკურატურას, ფაქტიურად გამოძიება არ ტარდებოდა. რა ხდებოდა? პირდაპირ დაშინებით, შანტაჟით, იძულებით ხელს აწერინებდნენ საპროცესო შეთანხმებებზე და ესე ხდებოდა და გამოძიება რა არის? გამომძიებას რა ფუნქციებია? ექსპერტი ხო გამოიძიოს და ამ გამოძიებაში რა იგულისხმება? ექსპერტიზები ჩაატაროს, მოწმეები გამოკითხოს, საგამოძიებო ექსპერიმენტები და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. ესენი არ იციან, იმიტომ რომ ამ პრაქტიკას ფაქტიურად მოწყვეტილები იყვნენ. იმიტომ რომ შანტაჟით, მუქარით იღებდნენ აღიარებით ჩვენებს და ამის საფუძველზე დგებოდა გამომწყობებელი განაჩენები. ამიტომ მე ასე ვფიქრობ, რომ მთელი სისტემა არის გადასამზადებელი. ეს ის ადამიანები არიან ისევ, მაშინ ვინც მუშაობდნენ ადეიშვილის პერიოდში. ის ხალხი არიან, ისინი ასად არ წასულან პორტირება მოხდა. ხო, პორტირება მოხდა, არც პორტირება არ მოხდა. ესენი დაარჩნენ ასე პირდაპირ შევიდნენ გარიგებაში ახალ ხელს და აგრძელებენ იგივეს. იგივე ტენდენციამით არაფერი არ ხდება. გამოძიება, რომელიც დღითიდღე უნდა იხვეწებოდეს, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს ზენიტში აყვანილი. ჩვენ ამასთან საერთოდ აი სხვაგანა ვართ გაჭრილები და მე ვფიქრობ, რომ აი სანამ არ ჩატარდება თვითონ ეს სისტემები ხო პოსტსაბჭოთა გადმონაშთია. ჩვენ ახალი არაფერი არ შეგვიქმნია. რაც იყო საბჭოთა პერიოდში, ის გრძელდება დღეს. და იმ მეთოდებით მუშაობენ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგა გააგრძელებს საუბარს ამაზე. კოტე, ერთი სიტყვით მე მქონდა საქმე და ჯერაც არ არის დამთავრებული, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქე იყო საქართველოში და ორი დღე და თავიდანვე საქმეში იკვეთება, რომ პიროვნებას პროვოკაცია მოუწყეს, თუმცა ეგრეთ წოდებული დაზარალებული რამოდენიმე დღე
ამ შემთხვევიდან რამოდენიმე დღე სანამდისინ ეგრეთ წოდებულ ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებას შეუფარდებდნენ, რომელიც უფრო მეტად იყო დაზიანებული და დაზარალებული, ვიდრე ეგრეთ წოდებული დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქე. პოლიციის განყოფილებაში ყავდათ პოლიციას. და რომ შევეკითხე, რომ პროკურორს უთხარი, რომ კი მეთქი, მაგრამ ვერ გავიგე ეს პოლიციის განყოფილებაა თუ სასტუმროა თქო. მან თქვა, ქალბატონო ლარი, ჩვენ დაზარალებულის ინტერესებს ვიცავთ, დაზარალებულს ვიცავთ რა. და რის განიცავთ დაზარალებულს მეთქი, ვერ გავიგე. პოლიციის განყოფილებაში ყავდათ 2-3 დღე. ეგრეთ წოდებული დაზარალებული. და რომ შევიტანე მე პროკურატურაში განცხადება, რომ დაწყებულიყო გამოძიება ჩემი დაცვის მყოფის ცემის ფაქტზე, იმიტომ რომ ეს უფრო იყო ნაცემი, ტვინის შერყევა ჰქონდა, თვალი ჰქონდა დაზიანებული და რაღაცა მილიმეტრებში ჰქონდა აცილებული, რომ საფეთქელს რომ არ იყო გარდაცვლილი ეს საწყალი ახალგაზრდა კაცი და გამომძიებელმა ეს ჩვენი გადასაწყვეტია, რას ვიზავთო. და ვეუბნები, რომ ეს პიროვნება არ გაუშვათ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემი კლიენტი უფრო დაზარალებულია. ის არის ნაცემი და არა ეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, რომ ამ ქალს არანაირი სექსუალური კავშირი არ ჰქონია მამაკაცთან. თუმცა ჩვენებები იყო, რომ არა ერთგზის მოხდა სექსუალური კავშირი და აქტის დამთავრება, რის კვალიც არ არსებობდა. კიდევ გეუბნებით, აქ შეიძლებოდა დაწყებულიყო იმაზე საუბარი, რომ ნამდვილად გააუპატიურა თუ არა ამ ადამიანმა, მაგრამ არანაირი კვალი არ იყო და მიუხედავად ამისა, გააუპატიურების მუხლით წავიდა ეს პიროვნება პასუხისგებაში და პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დაადგინა გამომტყუნებელი და მიუსაჯეს 6 წელი. და ახლაც ციხეში მყოფ. ამ ეტაპზედაც ციხეში იმყოფება და შეგნებულად არ ვასახელებ მე ამ პიროვნების გვარსა და სახელს. ამ პიროვნებას დაუნგრიეს ცხოვრება და არა მხოლოდ ამ პიროვნებას, ამას ყავს დედმამიშვილები, ყავს მშობლები და მამამისი იმის მერე დაავადებულია გულით, ნერვებით, შაქარი დაემართა, როგორი შეურაცხმყოფელია ოჯახისთვის, მშობლისთვის, რომ შენი შვილი ასეთი მოძალადია, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? მე ხომ მოვითხოვე როგორც ადვოკატმა, რომ ეს პიროვნება არ გაეშვათ ქვეყნიდან, პოლიციამ საზღვრამდე მიაცილა, ისე გაუშვეს ქვეყნიდან. მერე ჭირდა ამის ჩართვა და როცა ჩაერთო პროცესში, ისტერიკა დაემართა იმ ქალბატონს და შეურაცხყოფა მოგვაყენა ადვოკატებს. მოსამართლე ეხვეწებოდა თარჯიმას, რომ გააჭერეთ ეგ ქალიო რა, გააჩუმეთო მანდ. დაგვლანძღა ადვოკატები, რომ რატომ ისვავთ ასეთ კითხვებს. კითხვა ხო უნდა დაგვესვა ეგრეთ წოდებული დაზარალებულისთვის. მიუხედავად იმისა, მე მაგალითად ძალიან დიდ პატივს ვცემი მოსამართლეს, მაგრამ მქონდა იმისი იმედი და მოლოდინი, რომ დადგებოდა გამომართლებელი განაჩენი. თუმცა გამომტყუნებელი განაჩენი დადგა და 6 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ამ პიროვნებას. მეორე პატიმარი მყავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაუპატიურების მუხლით ზის, მასაც 6 წელი აქვს მისჯილი, 3 წელია უკვე გასული მისი პატიმრობიდან და პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გახდა ეს ახალგაზრდა სტუდენტი. და დღეს მეორე კურსის სტუდენტია ეს ახალგაზრდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ. ეგრეთ წოდებული დაზარალებული ქალიშვილია.
ექსპერტიზის გავსი кейსი წეგარაც მე მოყვება. ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს საქმეში, რომ გოგონა ქალიშვილია. თუმცა სასამართლო მაინც მიიჩნია, რომ გაუპატიურებული იყო. ანუ ახლა ბატონო ირაკლი, რა არის სასამართლოში შესაძლებელი? თქვენი ბატონო. სასამართლოში ყველაფერი. შესაძლებელი მე ვფიქრობ, რომ თვითონ სასამართლო მართლმსაჯულების სისტემა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელისუფლებო რგოლი. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების მოწყობის ხელისუფლება როგორ არის მოწყობილი, სამი შტო გვაქვს ხელისუფლების, ეს არის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. სასამართლო ხელისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელისუფლებო შტო, სადაც სამართალი უნდა ხორციელდებოდეს, სამართლიანობა უნდა ხორციელდებოდეს, სამართლიანობის აღდგენა უნდა ხორციელდებოდეს. ეხლა აი მე უსმენ განსაკუთრებით ორი ქალბატონი პარლამენტის დეპუტატები არ შეგნებულად არ დავასახელებ მათ სახელებს და გვარებს, რომლებიც მუდმივად აპელირებენ, აი ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ეფექტური სასამართლო რეფორმა, ძალიან ეფექტური რეფორმა, ასე ვქენით, ისე ვქენით, მოკლედ ყველაფერი დავალაგეთ. აი მე მინდა სურვილი მაქვს ეს ორი ქალბატონი უბრალოდ მობრძანდნენ და დამიჯნან დებატებში. ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერ ფორმატში, არა ორ შეკითხვას დაუსვა. ორ შეკითხვას კი არა, ცალ-ცალ, ორ შეკითხვას. ერთ შეკითხვას ერთს დაუსმევ და მეორე შეკითხვას მეორე ქალბატონს დაუსმევ. აი დარწმუნებული ვარ, 100% დარწმუნებული ვარ, ისინი ამ შეკითხვას პასუხს ვერ გამცემენ. და პირდაპირ გამოჩნდება, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ აქვს საერთო სასამართლო რეფორმის ჩატარებასთან. არანაირი წარმოდგენაც არ აქვს სასამართლო რეფორმა რას ნიშნავს. სასამართლო რეფორმა თავისთავად გულისხმობს თავისუფალ მოსამართლეს და არა გავლენების ქვეშ მყოფ მოსამართლეს. ჩვენ ასეთი მოსამართლეები სამწუხაროდ არ გვყავს. ამ ქვეყანას ასეთი მოსამართლეები არ გვყავს. ჩვენ გვყავს მოსამართლეები, რომლებიც წინა რეჟიმს ემსახურებოდნენ, იმის წინა რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღევანდელ რეჟიმსაც ემსახურებიან. რეჟიმი თქო მე უბრალოდ არ ვამბობ. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს რეჟიმი. წინა რეჟიმი, იმის წინა რეჟიმი და დღესაც რეჟიმი გვაქვს. ჩვენ თავისუფალი გაგრძელება იმ წინა რეჟიმების სასამართლო არ აქვს. ასე თქვა სასამართლო ბატონო ირაკლი, ესენი ბოდიში ჟაპონისთვის და პროკასავთ ერგებიან ყველა ხელისუფლებას ერგებიან, ოღონდ კი თვითონ იჯდნენ იმ მოსამართლის მანტიაში გახვეულები, მოსამართლის მანდატით აღჭურვილები, რომელთაც მისცეს განუსაზღვრელი ძალაუფლება, ხელშეუხებლობა, ოღონდ კი შეასრულონ დაკვეთები. ყველაფერი მისცენ, ოღონდ კი შეასრულონ დაკვეთები. და ესენი დათანხმდნენ ყველაფერზე, ოღონდ კი თვითონ იყვნენ ხელშეუხებლები. და აქეთ ადამიანის ბედი არ აინტერესებთ. არ აინტერესებთ, მარტივად გეუბნებით, რომ ეს საზოგადოებისთვის იყოს გასაგები ენაზე რომ ვისაუბრო და არ აინტერესებთ. რა ხდება საპატიმრო დაწესებულებებში? ახლა ძალიან მარტივ მაგალითს მოვიდა რა, ჩვენ სხვა თემაზე დავიწყეთ და გადავედით, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ის პედოფილობა წეგან თავში რაც თქვი რომ ასეთი მასიური შემთხვევების მე არ მჯერა. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე დავანებოთ იურისტობას და ადვოკატობას. ირაკლი, აი როგორც ის გაუპატიურების ფაქტები გვაქვს ჩვენ, ქალიშვილები გაუპატიურებული ქალები რომ ქალიშვილები არიან. ასეთი გვაქვს ეს პედოფილობაც. კი ბატონო. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ხო? და ამის ასე გამიჯვნა ვერ მოხდება. ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ მე ამის არ მჯერა რომ ასეთი მასიური ფაქტები, მასიურად შემთხვევები პედოფილობის, გაუპატიურების და ასე შემდეგ. ამიტომ მე ასე ვფიქრობ, სასამართლო რეფორმა ჩასატარებელია ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მე არ ამგონია რომ სასამართლო ხელისუფლების რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა ჩატარდეს, იმიტომ რომ ესენი ძალიან თბილად არიან მორგებული, თავიანთ შეხმატებულად მოქმედებენ და ყველა როგორც წეგან თქვი, ერთი წუთის უკან ყველაფერზე მოაწერენ ხელს, ოღონდ თავიანთ სკამებზე მოსამართლის მანტიებში და მოსამართლის მანდატით აღჭურვილები იჯნენ. აი ხა წეგან ვისაუბრეთ ხო იმაზე რომ ის ადამიანი გამართლა, მას შეელახა ღირსება, თავმოყარეობა, ყველაფერი შეელახა მას, ხო? გაჩნდა ეჭვები მის მეგობრებში,
ბავშვობის მეგობრებში, კურსელებში, კლასებში, ხო ყველას ხო გაუჩნდება ეს კაცი რატო დაიჭირეს, დააპატიმრეს ამ ბრალდებით. ხო რა თქმა უნდა, ვიღაცას მაინც დაჭდება. ვიღაცა შეიძლება ამას თითოეულა გაიგებს სწორად და მიხვდება, მაგრამ ვინც იცნობდა ამ პიროვნებას, მისი ღირსების და მისი სახელის შელახვაზე პასუხს ვინ აგებს? აი მაინც ვინ აგებს ამაზე პასუხს? იმ პროკურორმა და გამომძიებელმა, ვინც ამ საქმეს იძიებდა. იმათმა პასუხი არ უნდა აქვს. შემიძლია ხელისუფლებამ უნდა აგოს. არა, ხელისუფლებამ უნდა აგოს, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი, მაგრამ ისინი იმათმაც უნდა აგონ ამასთან ერთად პასუხი. აი ჩვენ საუბრობთ ხო წინა რეჟიმზე. და ციხეებში რაც ხდებოდა, ყველას კარგად გვახსოვს. აწამებდნენ და აუპატიურებდნენ კაცებს. და ვინ აკეთებდა ამას? იქ რეჟიმის, ასე ვთქვათ, თანამშრომლები, რომლებიც 80% დღეს ისე ვიქ მუშაობენ. მაგრამ ვისი დავალებით აკეთებდნენ ამას? თქვენ გჯერათ ახლა რომ იქ ვიღაცა მომუშავე იქ ზედმეტი სახელები რო ქონდათ ბასტი და ბუბუ, კოჭოია, ცხრათითა და ესეთი რაღაცა კლიჩკები შერქმეული. მაპატიეთ ამ იმის ჟარგონისთვის, კლიჩკები ზუსტადაც. იმიტომ რომ მათი სახელები და გვარები არავინმა არ იცოდა, ეს გასაიდუმლოებული იყო. რომლებმა წერა-კითხვა არ იციან, საკუთარ გვარს და სახელს ვერ დაგიწერენ. ვისი დავალებით მოქმედებდნენ? ამ პროკურორების დავალებით მოქმედებდნენ. ეს ნაცემი ადამიანები რომ შემოყავდათ სასამართლო დარბაზებში და ზოგს თვალი ჰქონდა ჩასისხლიანებული და ზოგს თავი ჰქონდა გასიებული და სასამართლო პროცესებზე შეყვანამდე არიდებდნენ და აფრთხილებდნენ რომ იქ თუ შეკითხვას დაგისვამს მოსამართლე უთხარ რომ საწოლიდან ჩამოვარდი ამ კიბეზე ყველა კიბეზე როგორ დაგორდა და ყველა საწოლიდან როგორ ჩამოვარდა შეკითხვა ხომ უნდა გაჩნდეს ხო ლეგიტიმური შეკითხვაა ეს არა და ის ასე თქვა ბოდიში და ნაბეგვები კი რა თქმა უნდა ნაცემები ნაწამები იყო ეს ხალხი და ნაცემას და თავპირის მტრობას კიდე ვიჭირა აუპატიურებდნენ კაცებს გესმით თქვენ სპეციალური ჯალათები ყავდათ მოყვე ან სადიშოვეს ეს ამდენი ხალხი ამდენი მოძალადე სადიშოვეს და ეს ხალხი ისევ სისტემაში არიან ჩაბუდებულები და მორგებული იქაურხია სხვათა შორის დღეს დღეობით ისე უმუშაობენ სტრუქტურაში ესენი ისე უმუშაობენ ციხეებზე და მქონია შემთხვევა რამოდენიმე პატიმარს უთქვია რომ აი ბადრაგები არიან იქ კიდევ კორპუსზე რომლებიც ამობენ დაიცადე თქვენ მოგივლით ჩვენ აი მიშა მობრუნდეს და ნახეთ რას გიზავთ კი ის ასეთი შეძახილება ასეთი ლექსიკონი არსებობს ჯერჯერობით კიდევ ციხეებზე დაიცადე ახლა მობრუნდეს მიშა მე ნახეთ თქვენ რა დღეში გაგატარებთ მე ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან ბატონო ირაკლი რას ფიქრობთ რატომ გადმოაპორტირა ასე ვთქვათ ეს ხალხი ამ თორობამ ქართულ ოცნებაზე მაქსაუბარი და ქონდა თუ არა კავშირი ქართულ ოცნებას თქვენი აზრით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ეს ძალიან ისეთი ცლად სასაუბრო თემაა მაგრამ მოკლედ შევეცდები რომ ძალიან მოკლედ თქვენ კავშირი ქონდა თუ არა კავშირი ასე კი არ უნდა დაისვას მე ასე ვფიქრობ შეკითხვა აქ უნდა დაისვას შეკითხვა შემდეგნაირად რა რომ რამდენად აგრძელებენ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებენ კი არა პირდაპირ კავშირში არიან ესენი არიან პირდაპირ ქორწინებაში ერთმანეთთან ასე პოლიტიკურ ქორწინებაში არიან ერთმანეთთან და თქვენ გადახედეთ თქვენს აი ქართული ოცნების შემადგენლობას ვინ არიან ყოფილი ნაციონალური მოძრაობის მაღალ ჩინოსნები ყოფილი დეპუტატები ყოფილი მინისტრის მოადგილეები ზოგი მინისტრები და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მინისტრი ყავს ჩვენ დღეს მთავრობაში რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო და ესეთები ბევრი არიან გვარებს არ ჩამოყვები იმიტომ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი პირდაპირ კავშირში ერთი და იგივე არიან ესენი არაფერი მათ შორის განსხვავება არ არის და აგრძელებენ ზუსტად იმ პოლიტიკას ერთ-ერთში გრძელდება ის პოლიტიკა ამიტომ მე ასე ვფიქრობ რომ ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ხელისუფლება სანამ იქნება ეს ხელისუფლება ასე გაგრძელდება ალბათ მე ვფიქრობ და იმედი მაქვს რომ მომავალში შეიძლება ხელისუფლება მოვა ნორმალური ხელისუფალი რომელიც ამ ყველაფერს დაალაგებს რა თქმა უნდა ეხლა პოლიცია პროკურატურა სასამართლო ეს იმხელა სისტემა ვაკ ესე
იმხელა მანქანა ესე უცებ ეხლა პოლიციაში მუშაობს დაახლოებით 60,000 თანამშრომელი. დაახლოებით შეიძლება მეტი. ზუსტად არ ვიცი, ეხლა მეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ესე მსმენია თვითონ პოლიციელებისგან და მე ვყავს მეგობრები პოლიციაში მუშაობენ, რაზეა ლაპარაკი. და ყველას გვეყოლება, ნაცნობი მაინც გვეყოლება, ხო? ხო. და მათგან ვიცი რომ სადღაც 60,000 კაცი, ეხლა 60,000 ადამიანი ეხლა ესე ერთ ხელისმოსი ყველა გაუშვა სახში, ეს არ გამოვა რა თქმა უნდა, მაგრამ 2012 წელს მოხდა ხელისუფლების ცვლილება და დღეს 2025 წელი გვაქვს ჩვენ. 12-13 წელი გავიდა. ხო ესეა. 12-13 წელიწადში უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის გამოაშკარავება. ვინ აკეთებდა ამას? ვინ ჩადიოდა ამ ძალადობებს? ვინ ჩადიოდა დანაშაულს, პაგონებს ამოფარებული? ეს ხო უნდა, ეს ხო პატარა დრო არ არის. ეხლა რა თქმა უნდა, როცა ახალი მოსულები იყვნენ მართლობაში ეს ძალა, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში ამაზე ვერ მოვთხოვდით პასუხს, მაგრამ 12-13 წელი პატარა არ არის. იგივე ხდება. მე ვერაფერს სხვაობას ვერ ვხედავ აქ და ამიტომ ამაზე პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომ ჩატარდეს სასამართლოს რეფორმა, ჩატარდეს პროკურატურის რეფორმა, პოლიციის რეფორმა და სამართლიანობა უნდა აღდგეს პირველ რიგში და როცა ქვეყანაში სამართლიანობა მეფობს, იქ ყველაფერი გასწორდება. ყველაფერი დაალაგდება ჩემის აზრით და აი ამით დავამთავრებ მე ჩემს საუბარს, უნებას მომცემთ. თუ კიდევ გაქვთ შეკითხვები. კითხვა იმიტომ რომ გადაცემა ბოლოს დასასრულისკენ მიდის უკვე ნელ-ნელა და აი როგორც ადვოკატი არა, როგორც мама და როგორც ადამიანი, რას ეთყოდით იმ ახალგაზრდებს და იმ ბავშვებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მამამისი თუ ეფერება მას, ისინი ფიქრობენ, რომ ის არის პედოფილი და რა უნდა შეცვალო ან ბავშვებმა ასე მამასთან ურთიერთობა. მე ამ ბავშვებს მინდა უთხრათ, რომ ჩემო პატარებო, გოგოებო, ბიჭებო, თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი თაობა და თქვენი მამები და ბაბუები თუ გეფერებიან, ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. იმიტომ რომ თქვენ ხართ მათი სისხლი და ხორცი, მათი ნაშრომი, მათი შთამომავალი და ეს უნდა აღიქვათ სწორად და არა ის რომ მას რაღაცა სხვა ასე ვთქვათ ქვე რაღაცა ესენი გაუჩნდათ. კარგად დაფიქრდით, მე მათ მოუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდით, როდესაც ვიღაცა პოლიციაში რეკავს თუ სადღაც რეკავს თუ ვიღაცას ატყობინებს, კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება. კიდე გავიმეორებ ის, რომ ჩვენს გვეფერებოდნენ ჩვენი მამებიც, ბაბუებიც, ბიძებიც და ეს უბრალოდ აი წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ვინმე ამაზე რაღაცა ცუდი ზრახვებით გაიგოს ეს არასწორია და აი ამას ვეთყოდი რა ჩვენს მომავალ თაობას. რომ გიყვარდეთ თქვენი მშობლები, დაუჯერეთ მათ და მერწმუნეთ, რომ თქვენს მშობლებს თუ ბაბუებს თუ ბებიებს თუ ბიძებს მერწმუნეთ, რომ თქვენთვის კარგი უნდათ და არა ეს თუ რაღაცას გიშლიან და გიკრძალავენ, იმიტომ აკეთებენ ამას, რომ თქვენი მომავალი და თქვენი ცხოვრება არ გაიფუჭოთ და არ გაიმახინჯოთ და თუ დაუჯერებთ, ბევრს მოიგებენ, იმიტომ რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ, ცხოვრება უნახიათ და არ ამგონია ხა ვინმე მშობელს, მამას, დედას ან ბებია ბაბუებს ცუდი უნდოდეთ თავიანთი შთამომავლებისთვის. ჩემთვის ცოტა ეს წარმოუდგენელია. თუმცა კი აქვე ვიტყვი, რომ ეს პრობლემა ყველა ეპოქაში იდგა, წარსულშიც და მომავალშიც იქნება. უბრალოდ მე აი ამას ესე მასიურად რაც ხდება, ამისი არ მიჯერა რა და ცოტა ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია. კარგი ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის და ახლა ხალხმოვალი. თქვენ რაღაც ეთქოდით როგორც დედა ბავშვებს. სირცხვილი კუცნის დედას მამა პაპის საფლავს ხნავდესო. ჩვენი წინაპრები
გვაქვს ძველი ქართული ფილმები, სადაც ომიდან დაბრუნებულ მშობლებს ტიტლიკანა გოგობიჭები ხვდებიან გზაზე. და მშობელი როგორ იტაცებს ხელში და ეფერება ამ ტიტლიკანა ბავშვს. ეს ბიჭები არიან თუ გოგონები არიან. მინდა რომ აი ამ ფილმებს უყურონ ამ ახალგაზრდებმა, რომლებსაც სურვილი უჩნდებათ, რომ უფროსებს ცილი დასწამონ ამ სიბინძურეში. გადახედონ ისტორიულ ფილმებს, მშობლები, პაპაბებიები, შვილიშვილებს და შვილებს როგორ ექცევიან. თუმცა როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, არ არის გამორიცხული რომ იყოს ნამდვილად ფაქტები, მაგრამ ასეთი ფაქტები შეიძლება იყოს, როდესაც გაბოროტებული ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ რაღაცა შურისძიების წყურვილით არის განწყობილი იმ მეორე პიროვნებამ ამ პიროვნებას რომელიც უკვე შურისძიებაზე ფიქრობს რაღაცა დაუშავა რაღაცა აწყენინა რაღაცა ატკინა და ეს პიროვნება ფიქრობს რომ მას არ ძალუძს რომ იმას მოერიოს იმიტომ რომ ის ცოტა ძალაუფლების მქონე პიროვნება და ცდილობს რომ სუსტ ადგილში დაარტყას და უკავშირდება მისი ოჯახის წევრს, მის შვილს, შვილიშვილს და ამითი უსწორებს იმას ანგარიშს. კიდევ ვამბობ, მე პირველ რიგში მოუწოდებ იმ ხელისუფლებაში მყოფ ჩინოსნებს, მაღალ ჩინოსნებს, გავლენიან პირებს, რომ იყვნენ გონივრულები და არ გააღიზიანონ მოსახლეობა, არ გააღიზიანონ მეზობლები, მეგობრები, არ უმტრონ და ბოროტება არ ჩაიდინონ, რაც ბუმერანგივით მათ ოჯახებს მიუბრუნდებათ. მე მიმაჩნია, რომ არ არსებობს მშობელმა შვილის მიმართ არაადეკვატურად მოიქცეს, ან პაპაბებიამ ცუდად მოექცნენ შვილს და შვილიშვილს. მაგრამ როგორც აღნიშნე, შესაძლებელია გაბოროტებულმა, გამწარებულმა ადამიანმა, რომელსაც ვიღაცა მაღალჩინოსანმა, ვიღაცა მასზე მეტი ფულის მქონემ, მასზე მეტი გავლენის მქონემ, მას შეურაცხყოფა მიაყენა. ნახეთ, შესაძლებელია რაღაც ჩავკლაპო. შესაძლებელია მე რომ შემეხებიან ის ჩავკლაპო, მაგრამ ჩემს შვილს რომ შეეხებიან ის არ ჩავკლაპო. და ისეთნაირად გავაკეთო, რომ ჩემს შვილზე უარესად შენი შვილი დავსაჯო. და როცა ჩემს შთამომავლობას ეხები, მე იქ უკვე მავიწყდება მე ყველაფერი, რომ რა არის დაშვებული და რა არის დასაშვები. როცა ჩემს ღირსებას ეხები, ჩემს ოჯახური დილიას ეხები, აქ უკვე აღარ ვფიქრობ იმას, რომ რა არის დასაშვები. მე უკვე ყველა ნაბიჯს ვდგავ, რომ შენთან ანგარიში გავასწრო. არ არის ყველა იმ კატეგორიის, რომ ჩაყლაპოს ყველაფერი. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გაბედავენ იმას, რომ ვიღაცას სამაგიერო გადაუხადო. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად ანგარიშს გაასწორებენ. მაგრამ აი ამ ანგარიშს რა ფორმით გაასწორებენ, რა ფორმითაც საშუალება მიეცემათ. ამიტომ მოუწოდებ საზოგადოებას, გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთს პატივი ვცეთ, არ ვეცადოთ რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ერთმანეთი დავჩაგროთ, თორემ ყველაზე საშიში ის დაჩაგრული ადამიანია თქვენი ცხოვრებისთვის. ვინც თქვენ დაჩაგრეთ, ვისაც თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ და ვისაც ეცადეთ რომ უსამართლოდ მოგცეოდეთ და არარაობად ჩათვალეთ. ზუსტად ის ადამიანი მოგთხოვთ პასუხს. ამიტომ
მე მოუწოდებ პირველ რიგში საზოგადოებას, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ნუ გავამწარებთ ნურავის ისე, რომ აქეთ რაიმე ზიანი მივიღოთ. არაფერი არ იქნება. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ანგარიშსწორებები, უფრო ვიდრე პედოფილია, ვიდრე გაუპატიურება, ვიდრე მკვლელობა, ძალადობა და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ მკვლელები და დამნაშავეები არ იბადებიან, მკვლელები და დამნაშავეები და ასეთი ამ წვალებლები, მოძალადეები ხდებიან მათზე მომხდარი უკანონო ზემოქმედების შედეგად. სისტემა აქვს ასე. სისტემა აქვს. აქედან გამომდინარე მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენი ეს გადაცემა დავამთავრო იმით, რომ ამდენი პედოფილობის, გაუპატიურების ნამდვილად არ მჯერა და უფრო მეტი შეიძლება იყოს 5%, მაგრამ 90 და 95% ეგრეთ წოდებული შეთითხნილი საქმეებით ხალხის გამწარება რო უნდათ, მე წეღან აღვნიშნე, რომ ბიზნესმენს შეუგზავნეს პატარა გოგოები, რომ პედოფილობა დაებრალებინათ და პედოფილის მუხლით არის შესული ციხეზე. და ამ გოგოებმა კიდე კოლოსალური თანხები აიღეს. ამ გოგოებმა სერიოზული თანხები მიიღეს. ჯილდო ასე. და წავიდნენ, რომ ხვალე ახლა სხვა ადამიანის გასაუბედურებლად რო დასჭირდეთ იმ პოლიციელებს თუ იმ ვიღაცეებს. ასე ვთქვათ, ახალ მსხვერპლებს ეძებენ ის. ახალ მსხვერპლებს. კი ბატონო. მადლობა ყურადღებისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გადაცემებს ამზადებთ, რაც საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები და საინტერესო. მადლობელი ვარ თქვენი ამ გადაცემებისთვის, ამ საზოგადოების ტკივილის გაზიარებისთვის. ნახვამდის პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო. მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა სტუმრობისთვის, ბატონო ირაკლი, კალბანლალი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოვწადით დღეს ჩემს გადაცემაში, გამონახეთ დრო და ვისაუბრეთ ამ საჭირო თემაზე, რასაც ქვია პედოფილია საქართველოში და შევეხეთ ყველა დავიწყეთ ამით და შევეხეთ უკვე თქვენი საჭირო საკითხებსაც. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახდით ამ გადაცემის იდეის ავტორი და წამყვანი და მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით ვიმედოვნებ ძალიან მალე, იმიტომ რომ სტუმრების დეფიციტი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მშვიდობებით, მედიანი საღამო. იცოდეთ ჩვენ ვიგებთ, ჩვენ გიყვებით. დროებით.